ხედავთ აბა რამე ხო არ დავრჩა. მეგონი ეგ არის. ეხლა შევაერთოთ კამერის კუთხე. შევცვალოთ. მეგონი ხედავთ ხო? შვენიერი, ეხლა შევაერთოთ ყველა საჭირო გარი აგრეგატი. Dargia, კვება ჩავრთე, ჯეჟევით არაფერი ქებულა. ეგ უეწინსვლა. დავაჭიროთ ჩართვას. ჩართვის გულაკი მუშაობს. კულერი დატრიალდა. და დავალდოთ გამოსახულებას. ეს. გამოსახულება რომელიც არ გვაქვს. გამოდი გოგო. კარგი. უნდა გამოვთოთ ახლა ჩვენ. და ვინ არის პირველი ეჭვმიტანელი? ლილი. არის მაგის სოსკა. პაციენტი დაბრუნდა პირველად დისლოკაციის ადგილას. რატომ არ ჩაერთო? ეხლა დააპოვდეთ ვიდეო და ვისაც რა გგონიათ დაწერეთ კომენტარებში. თუ რატომ არ გაიარა პოსტი. ხო ახლა პოსტის გასატესტად პირველი ვარიანტი არის რომ ყველაფერი უნდა გამოვაერთოთ, გარდა ჩართვის ღილაკისა, შეგვიძლია ეგეც გამოვაერთოთ და ამით ჩავრთოთ, ასე ვთქვათ, რომ ნახოთ რამე სხვა რამეში ყარ არის პრობლემა. პირველი მოქმედება არის იქ. არ მქონდა დაგეგმილი, მერჩვენა ჩართულიყო ყველაფერი, მაგრამ ზოგადად არ გაგიმართლა. მე ვერ დავიბალე რომ პროფესიონალი ვარ მეთქი, მაგრამ ალბათ პროფესიონალებისთვის არ გავგიმართლაო ერთი გამოთქმა. თლად მისაღები არ არის. რაც ოპერატიული სწორად ყავს ჩასმული. ერთადერთი რასაც ვფიქრობ, ეს მიკროპროცესორი ცოტა აწვება და იმედია პროცესორი ამ კულერმა არ გატეხა ოპერატიული მეხსიერება. ძალიან სამწუხარო იქნება. ხო, შეგვიძლია გამოვაერთოთ პირველ რიგში ასევე SSD-ც. გამოვაერთოთ ჩვენს მიერ ნაწვალები ჩასმული პინები. აი ესე. მოდი რესტარტით გავაკეთოთ ფიუსის. ჯერ დავრწმუნდები რომ დენი არ დარჩა, ამიტომ ესე ჩართვის პინეს მივადე ახლა ეს მეტალი მომწრედი შეიქრეს და თუ რამე დენია დარჩენილი გაწმინდეს და SLRTC ეგეთი გვაქვს პინები და 15 წამი გავაჩეროთ. თუ ჩანს, და მოვახლოვოთ.
რესტარტი გავუკეთოთ BIOS ხანდახან შვილის ხოლმე. ხანდახან. იშვიათად. აქ ნახოთ. HDMI კაბელი ხო შეერთებული ქონდა. მე მაუსმეცმე ჩართული ხო. ნუ შემდეგი ნაბიჯი რა არის? ოპერატიულები. ავიღებთ ოპერატიულებს. ჩავსვათ უკან სათითაოდ ორივე სლოტია, ერთ სლოტს დავაკავებთ და მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯს. ვაი. ეხლა ისე ვაერთეთ კვებას. აგოთ ხანგრძლივი პროცესია, შრომატევადი. გავუშვათ. ვნახოთ ჩვენი მაუსი. ამ დროს ცუდი ის არის ხოლმე, რომ ესე იგი მაუსი, ესე იგი ჩვენი პინი არაფერ შუაში არის, ხო? მაუსი არ ერთვება. რადგან მაუსი არ ერთვება, და შეგვიძლია 1 წამი კიდე დაველოდოთ, მაგრამ 99% ჩამრთველი აღარ არის. ჩამრთველი იქამდე ჩავიცვლებოდა. ხო, 10 წამი ვაჭერთ ჩართვის რილაქს, დინე ყოველთვის გამოერთვეთ და გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე. პირველი ეჭვი ოპერატიულებია. ნახოთ. მოდით მეორე სლოტში ჩავსვათ. ესედაც გამოერთებული ვიქ, რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში მოდა დამწვარია. აჰა. პოსტი გავიარეთ. შესო ჩაირთო, ეხლა გადარესტარტა. ეხლა გამოსახულებას მოგცემს, ნუ ესე დამნაშავე ან თავად ეს ოპერატიულია, ან ჩიპსეტი, ან არ იყო კარგად ჩასმული. გავჩვენოთ. ჩაირთო. მოდი ჩვენ არ გვაწყობს ეს, ჩვენ უნდა მიყავს 16 გიგაბაიტი. შესაბამისად რაღაც ძალიან ცუდი ხმა აქვს. ეს რომელიც ნახეთ რომელთაც ჩაირთო ის გადმოვიტანე პირველ
ადგილას პირველ სლოტში. ვნახოთ. Ну, იმედი გვაქვს რომ საინტერესო. აინტო. კაი. პირველი სლოტი მუშაობს, ანუ დედაბართი მუშაობს. შემდეგი დამნაშავე ეს ხომ არ არის. ან იქნებ ეს არ იყო ჩასნული კარგად. ეგეც შეიძლება. კაი, გამოვთოთ მაშინ. დენიდან პირდაპირ ჩვენ ესე ბიოსფერ გავაფუჭებთ. თავსოთ ახლა ორივე. კაპო დაიძახა, რა ვიცი. მოდი რო აღარ ვიწვალოთ, ბარემ ჩართვის ღილაკი ხო ზუსტად ვიზით რომელიც არის და რომ მუშაობს, ჩავსვათ. ვიდეო გარს ამაღება ისე მომიწევს, მაგრამ იქნებ ესე ჩავსვარ არა მომხო. ვნახოთ ხა. ვა. შედავთ თქვენ. ერთი ოპერატორი არ მუშაობს. ეს ძალიან ცუდი ამბავია. ამ კვების ბლოკს ისეთი ხმა აქვს რომ არ ვიცი. შესაძლოა გაფრინდება. მაგასაც უნდა უშუალოდ. საინტერესო, რატომ არ მუშაობს? ეს ხელით გავწმინდოთ. ხო სწორად ვცოთ კიდევ ერთხელ. ძალიან იშვიათად ფუჭდება. ეს ყოველგვარი იმის გარეშე. Це проблема здесь. Ora, факти џиутија. ფაქტი ჯუტია. ამ კიდევ ერთი რაღაც ნუ ცადოთ, უნდა ამოვიღოთ ეს ოპერატიული სანამ ბოლომდე. სანამ დავწმუნდებით ოპერატულში არის თუ არა პრობლემა და ჩვენი ძველი კომპიუტერიდან უნდა ამოვიღოთ ერთი ოპერატიული. ეს მაგ დამატებით. კაი, ჩავსვათ და დავწმუნდებით, რომ ის ოპერატულიც არ მუშაობს.
ხო ეხლა ნახე როგორ მოვიქეც პირველ სლოტში იყო ჩასმული ეს მიკროპროცესორი და ნუ პოსტი არ გაეშვა ამოვიღეთ ეს დავტოვეთ მეორე სლოტში რომელსაც იჯდა იქ და ჩაერთო მე მეთქი პირველი ჩიპსეთი ხო რა დაზიანებული მეთქი დედაბარაც გადავიყვანე ჩაერთო ეს ისე ჩავსვი მეორე სლოტში არ ჩაერთო ავიღე მე ჩემი ახალი ის რა ქვია ჩემი ახალი კი არა ძველი ოპერატიული და ჩავსვი მეორე სლოტში და ჩაერთო დასკვნა ის გაფუჭებული ეს ეგრე მგონია მოგეთ დასვით ფაზაში ვართ მეგობრებო ხა ჩვენ მოდი ხა ჩვენ ეს პინები ჩავსვათ და დღევანდელი ვიდეო დასრულდება. არა, თქვენი ტელეფონი აღარ მჭირდება. გამოვიდა რომ მეორად ბაზარზე ნაყიდი 3 კომპონენტიდან რომელიც ერთ კლიენტთან მიყიდე ორი კომპონენტი აღმოჩნდა გაფუჭებული ერთი დაზიანებული მიკროპროცესორი რომელიც 4 ბირთვიდან ერთი არ მუშაობს და არ გვაქვს გამოსახულება და ვიდეო კარტის გარეშე და ერთი ოპერატიული რომელიც ვიზუალურად ძალიან ნორმალურად გამოიყურება 8 მეგაბაიტიანი. მე ამას კიდე შევამოწებ, რა თქმა უნდა. არ არის საუბარი რაღაცა პინების და ვოლტაჟის გადამოწმებაზე. უბრალოდ ჩემი სახელის კომპიუტერში ვცდი ამის ჩასნას. ეს ხმარო გვაქვს, ეგეც იმის ბრალია რომ ალბათ გასაწმენდია ან კულერი ედება რაღაცას კვების კულერზე მოგსაუბარ ამიტომ მაგის მოხსნა მომიწევს ყველა ამის ამოღება მომიწევს მათ შორის დედაბარიც ამოღებაც მომიწევს იმიტომ რომ ქვემოთაა დამაგრებული და ისე ვერ გამოვიღებ ნუ დედაბარაც თუ არ მოხსნის შეიძლება რაღაცა მიუდგე მაგრამ საწოლებელი იქნება ეხლა მოდი ჩავსვათ მაინც ეს ჩვენი ვიდეო კარტა და საბოლოოდ დავშევხედოთ ვიდეო იმას შეგვია ვიდეოში რა ხდება და რა გვაქვს კიდე რა არ მუშაობს აშკარად დავიღალე, იმიტომ რომ უკვე მარტივ მოქმედებასაც დროს ვანდამებ. რაო, ბიოსში შედიო. მანამდე ხედავთ რომ ორი ოპერატიული წაიკითხა. ასე ხედავთ რომ SSD-ც წაიკითხა. შევიდეთ BIOS-ში. ტემპერატურა გვაქვს და ძალიან კარგია. Windows-ის ჩატვირთვა აქედან მოხდეს თუ არა, მაგას გვეუბნება. კიდე შეიძლება აყენია, მაგრამ ამოკლებ ჩატვირთვას იმიტომ თან ჯერ შემოწებელია. ვიდეოში შეგვიძლია ალბათ გავშვიდე, ცადოთ. ლედებიც იქ მუშაობს.
ნახტობა. მეგონი ითება Windows. არა ეს კულერი მენა Windows-ად აყენია როგორ ჩანს. და მე Windows 11-ს ჩავწერე, ხო, გამოსახულებად იცოცხლეთ. მადლობა მეგობრებო, იმედი მაქვს საინტერესო იყო. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოწონები და კომენტარები არ დაგენებოთ. თუ რაღაცა დეტალი იყო, რომელიც გაინტერესებდა და მე არ აღმინიშნავს, გამომრჩა ან რამე ეგეთი, მითხარით და ვეცდები სხვადასხვა გავითვალისწინო. მადლობა, დროებით.